დადგინდება შაქრიანი დიაბეტი წელიწადში ერთხელ პროგრამულად პაციენტს ეკუთვნის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგი ვალდებულიც არის, როგორც ვიცი მე, რომ ამას მიაქციოს ყურადღება და ოფთალმოლოგის დასკვნა მიიღოს. ყველაზე რთულია პაციენტმა დაიჯეროს და მოვიდეს. თუ დიაბეტი მაქვს, აი რა რისკის ქვეშ ვარ, ეს უნდა ვიცოდე. თქვენ სიბრმავის კანდიდატი ხართ. დიაბეტი არ არის დაავადება, რომელსაც მოერე. პაციენტები პირველ შემთხვევაში უჩივიან წერტილების გაჩენას 40 წლის ზემოთ. საკითხავი სათვალე ეს პათოლოგია. ოფთალმოლოგია საქართველოში ძალიან ახალტონეს. ხმარია იცოდე რა არის. კაბინებს არ ემორჩილება. ჯანმრთელობა და მედიცინა. აი დედას მამას არ ქონდა. ბებია და ბაბუა ვინ გაწიჭი. ორი თვალი ღმერთმა იმიტომ მოგცე რომ ორი თუნა დაინახო და ერთით რო ვერ ხედავ ხო უნდა დაფიქრდე რომ რაღაცა არ არის. წესრიგში ნუ გამარჯობა, მე ლალიკო ვარ თბილისი მედიკიდან. დღეს ვწერთ რიგით მესამე ოფთალმოლოგიურ ვიდეო სერიას და ჩვენი სტუმარია კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი მალხაზ ჩიქოვანი. მოგესალმებით ბატონო მალხაზ. მოგესალმებით. მადლობას გიხდით პირველ რიგში მომბრძანებისთვის. იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება დიაბეტის შემდგომი გართულებები ოფთალმოლოგიაში. და აი ამასთან დაკავშირებით მოდი დავიწყოთ პირველ რიგში დიაბეტის მხრივ რა სიტუაცია საქართველოში. თქვენი გამოცდილებით რამდენად არის მომართვიანობა, ვთქვათ, ოფთალმოლოგთან რამდენად მოდის პაციენტი, რომელსაც აქვს დიაბეტი, რეალობა რა არის და რამდენად ხშირად უნდა გადამოწმდეს ან მოხდეს ოფთალმოლოგთან კონსულტაცია იმ პაციენტის მხრიდან, რომელსაც აქვს დიაბეტი. ანუ რისკი რამდენია ამ შემთხვევაში. კარგით. ესე იგი, შევეხები ზოგად სტატისტიკას მსოფლიოსი, რომ კარგად გავერკვეთ საკითხში. საქმე რაშია, მსოფლიოს სტატისტიკით დაახლოებით მოსახლეობის 10%-ია დაავადებული, შაქრიანი დიაბეტით. დიახ. და ამ 10%-ში 25-ჯერ მეტია ოფთალმოლოგიური პრობლემები, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. ამიგეთ, ესე იგი, შაქრიანი დიაბეტი ბევრად ხშირად პროცენტულად აზიანებს მხედველობის ორგანოს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში კი მოსახლეობას ემართება. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია მთელი რიგი სქემები, როგორ უნდა მოხდეს ამ პაციენტებისთვის ყურადღების მიქცევა, პროგრამა დიაბეტით დაავადებული პაციენტების არსებობს პროგრამები, რომელშიც აუცილებელი პირობად არის შეტანილი ოფთალმოლოგიური კვლევები. ეს ჩვენს ქვეყანაში, ანუ ეგრეთ წოდებული გაიდლაინების მიხედვით, ქვეყანაში აბსოლუტურად ეს ყველაფერი შეტანილია ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამაში და ყველა ამბულატორია ვალდებულია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ჩაუტაროს ეს კვლევები, კონსულტაცია და ასე შემდეგ. მათ შორის აუცილებელი მე არ ვეხები ენდოკრინოლოგის საქმიანობას, აუცილებელ პირობად, ეს ოფიციალურად მოთხოვნაა სამინისტროში, რომ წელიწადში ერთხელ პაციენტი უნდა იყოს გამოკვლეული ოფთალმოლოგიურად. ეს დიაბეტიანი პაციენტი წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. საყოველთაო ჯანდაცვა მოიცავს ამას. მოიცავს და მოითხოვს ამის გაკეთებას. ასე რომ ამ კუთხით პრობლემა არ არის. ფინანსდება ანუ საყოველთაო ჯანდაცვა. ეს ყველაფერი. საყოველთაო ჯანდაცვის ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტის პრეპარატები და ასე შემდეგ, ასევე ეს კონსულტაცია, გასინჯვა, გამოკვლევა ფინანსი.
იცით რა მინდა დავაზუსტო აქვე ნუ აი იმ შემთხვევაში როდესაც შაქრიანი დიაბეტის პრობლემა დგინდება ერთი არის რომ შეიძლება რაღაცა უბრალოდ რაღაცა გადავიმოწმე ჩემით თქვათ გლუკოზა ნორმაში მაქვს თუ არა მეორე ანუ ენდოკრინოლოგმა უნდა გამომიწეროს ხო ეს ერთად ენდოკრინოლოგის თემა არის ამის კონტროლი და მონიტორინგი ან ეჭვი რომ გითხრას რომ გადაიმოწმევ თქვათ შაქრის დონე რა მდგომარეობაში გაქვს აი ენდოკრინოლოგი ალბათ უფრო ეტყვის რომ მიდი ოფთალმოლოგთან ვისაც დაუდგინდება ხო შაქრიანი დიაბეტი მაგრამ ამბულატორიაში რამდენად საერთოდ მე გეტყვით ახლა როგორ არის პროგრამაშია ეს ჩასმული ენდოკრინოლოგი ვალდებულია მოითხოვოს კონსულტაცია საწყის ეტაპზე ხო წელიწადში ერთხელ თუ დადგინდება შაქრიანი დიაბეტი წელიწადში ერთხელ პროგრამულად პაციენტს ეკუთვნის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგი ვალდებულიც არის როგორც ვიცი მე რომ ამას მიაქციოს ყურადღება და ოფთალმოლოგის დასკვნა მიიღოს. რეალობაში როგორ არის ეგ სიტუაცია? რეალობაში გავაგრძელებ ამ საკითხს. ეს არის პროგრამულად. რომელიც აუცილებელია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ პაციენტს წელიწადში ერთხელ გამოკვლევა ეყოფა. ხო. ეგ არის დამოკიდებული რა მდგომარეობას ნახავს ოფთალმოლოგი, გამიგეთ. თუ იქ პრობლემა არ არის და შაქარი მოწესრიგებულია, პაციენტი რეჟიმს იცავს, თვალი ჯანსაღია, როგორც ფსკერი, ისე სხვა მონაკვეთები, იქ შეიძლება წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, მაგრამ თუ ოფთალმოლოგი აღმოაჩენს, რომ იქ პათოლოგია დაწყებულია, მაშინ შეიძლება 6 თვეში ერთხელ, შეიძლება 3 თვეში ერთხელ და შეიძლება უფრო ხშირადაც დაჭირდეს კონსულტაცია. მდგომარეობის მიხედვით. მდგომარეობის მიხედვით, გამიგეთ. ის წელიწადში ერთხელ ეს არის პროგრამული. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ პაციენტს მეტი არ ჭირდება, გამიგეთ. აქ ორი ფაქტორი მუშაობს. ოფთალმოლოგმა უნდა უთხრას პაციენტს, რომ თქვენ გჭირდებათ უფრო ხშირად გამოკვლევა. ეგ ყველაზე ადვილია. ყველაზე რთულია პაციენტმა დაიჯეროს და მოვიდეს. მე ხურო თან მეღიმება, მაგრამ სახუმარო არ არის. ხო. სახუმარო არ არის. ჩვენთან ის პრობლემა რომ ექიმა მიიღოს პაციენტი არ არის. არც თვეობით ლოდინი დაჭირდება, განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან სადაც დაზღვევები. მე შემიძლია ესეთი მაგალითები მოყვე, ვერც ხვდები ლოგიკას. კი. ლოგიკას ჩვენთან რომ მოვა პაციენტი მივიღებთ, იქ ესე არ არის, ჯერ ოჯახის ექიმა უნდა მიიღოს. მასთან მე იმან უნდა გამოწეროს და რიგში ჩადგეს და დგომა მეც ვიცი კი. ეგ ფუფუნება გვაქვს ჩვენ რომ არ არის ამ კუთხით ჩვენთან საუკეთესო მდგომარეობა. კი, მაგ კუთხით ნამდვილად ეს. მეორე კუთხეა პაციენტს რომ ეს ბოდიში, მაგრამ დააჯერო, გააგებინო რომ მისთვის არის საჭირო და არა ჩვენთვის. ცნობიერების ამაღლება არის ალბათ ამ ხრივ საჭირო თან კიდევ იმიტომ რომ არ ვიცი რომ ლამაზი სიტყვა რა შევარქვა როგორ გამოვხატო, მაგრამ ჩემთან რომ მოდის პაციენტი და ვეკითხებ შაქრიანი დიაბეტი გაქვს, რამე გაწუხებთ? არაფერი. ხო. მე ვიწყება ეს გამოკითხვა, დაკითხვა. მე გასინჯვის მომენტში მე შეიძლება დავინახო ცვლილება, რომელიც დამახასიათებელი დიაბეტისთვის. აი მაშინ კიდე რო გკითხავ, ხო არა დიაბეტი მაქვს, მაგრამ რატომღაც ითვლება თვალის ექიმთან რომ მოვიდა, სხვა არაფერი არ უნდა გითხრას. ხო, გეთახმებით ბატონო ახლა, მაგრამ ეგ მაინც ალბათ იმასთან არის დაკავშირებული, რომ უნდა იყოს რაღაცა საინფორმაციო კამპანია ან სხვა პროფილის ექიმები უნდა იყვნენ ჩართული იმაში, რომ თუ დიაბეტი მაქვს, აი რა რისკის ქვეშ ვარ, ეს უნდა ვიცოდე. ეხლა კი ვთქვათ, ჩვენ საუკუნეში ყველაფერი შეგიძლია Google-ში ჩაწერო და ეხლა უკვე AI-შიც, მაგრამ მაინც ყველა არ არის ამ დონეზე. ანუ უნდა იცოდნენ, რომ მიუწვდებათ, არიციან ან ბოდიში, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო. ეგ ეს არის. ხო, ეგ არის კი ყოველთვის. იზოლებული ვარ ხოლმე ამ შემთხვევაში მე ვატყობ რომ ის ერთი ყურიდან შეუშვებს, მეორეში გამოშვებს, ყველა ცუდი ვარიანტი უთხრა. ის კი არა რომ აი თქვენ მხედველობ და თქვენ სიბრმავის კანდიდატი ხართ მეუბნები. დაბრმავდები. მაშინ რა რო ამოსა, მოიფიქრებ იმ კურნალო თუ არა, მოიფიქრებ ეს გავიკეთო თუ არა. შეიძლება ვერ ვაქცევ ყურადღებას
ყველა კანონს და იმას, მაგრამ ამის უფლება მაქვს, მე უნდა უთხრა პაციენტს ინფორმირებული უნდა იყოს მისი რომ უფრო მდგომარეობის სიფრთხილით შესახებ. მოეკიდოს ხო, ალბათ და მეტი პასუხისმგებლობით. იქნება გაფრთხილდეს. კი, მესმის. რა მინდა გითხოთ, ასაკთან თუ არის ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ დიაბეტი ისეთი პრობლემა, რომ ასაკი არ იცის დიაბეტმა, მე როგორც ვიცი, ნუ შეიძლება პატარა ასაკშიც იყოს. ეს არის კი, პლუს შეიძლება ახალგაზრდა ასაკში. რა არის ახალგაზრდა ასაკში, ნუ ძალიან იშვიათად რომ ქართულებ კი არის დიაბეტები, მაგრამ უმეტესი იშვიათად შემხვედრია მე თვალის პრობლემები. ძიმედაზიანება. უფრო ბავშვის რო დაემართება იქ დიდი ყურადღება ამ მშობლების მხრიდან, მეტ ყურადღებას, თავისებს არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ბავშვს აქცევენ ყურადღებას. იქ ჩართული არის ენდოკრინოლოგი, პედიატრი, უფრო აქტიურად ხდება, თუმცა არის ისეთი ფორმები, რომ პრაქტიკულად ყველაფრის მიუხედავად შეიძლება ძალიან სულად დამთავრდეს. იმიტომ რომ დიაბეტი არ არის დაავადება, რომელსაც მოერევი. არის ესეთი პათოლოგიური პროცესები, ისეთი ელვის ბურად მიმდინარეობს, რომ აი კონტროლი, კვება, მაინც არ შველის. ნუ რა შეიძლება ახლა კონტროლი და კვების სწორი კვების და რეჟიმის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ 10 ჯერ მცირდება ეს რისკები. ვიდრე რეალურად უკონტროლო კვებაზე და ასე შემდეგ პრაქტიკულად სიბრმავის კანდიდატია მაშინ დიაბეტით დაავადებული პაციენტი. იმიტომ რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. შეუჩერებლად მიმდინარეობს, უბრალოდ ამ სწორი კვების რეჟიმის კურნალობის ფონზე ან ვანელებთ, ნუ კარგ ვარიანტში ვაჩერებთ პროცესს, მაგრამ უფრო შენელება ხდება განვითარების. კვებასთან დაკავშირებით, რადგან ვახსენეთ, კვებასთან დაკავშირებით მაინტერესებს, აი ჩვენს ქვეყანაში რამდენად არის ხელმისაწვდომი, ვთქვათ, ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიაბეტიანისთვის შეიძლება რომ მიიღოს საკვებ პროდუქტად, არ გულისხმობ ნუ ბოსტნეული და ასე შემდეგ ეგ სტანდარტულად, მაგრამ აი რაღაცა ტკბილეული მაინც ხო უნდათ, ანუ შაქარი ფაქტიურად უნდა შეზღუდონ ამ პაციენტებმა, როგორც ვიცი, ნულამდე. ხო, მე როგორც არა ვარ ენდოკრინოლოგის ძალიან კი, ვიცი. მაჯახედული, მაგრამ შაქარი საერთოდ უნდა ამოიღოს. ამოიღოს. ბევრი პროდუქტი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, ხილიც მათ შორის არის, ხილი ყურძენია, მე მგონი, როგორც ვიცი, მეტად. ბევრი ხილზეა შეზღუდვა. ხილიც შეიძლება გარკვეული რაოდენობით შეიძლება კილოებით ხილი მიიღოს ვინაიდან იგივე პროცესი ვითარდება. ეხლა რა არის იცით კლასიკური რაც შეიძლება მიიღოს პაციენტმა ეს ყველაფერი ჩვენთან არის დიაბეტის რაც შეეხება ეხლა ტკბილეული სპეციალური ტკბილეული არსებობს დიაბეტიკებისთვის მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვი რომ ჩვენთან ეს ფართოდ ხელმისაწვდომია ბევრი ნიუანსია რა ბევრი ნიუანსი ხა განვითარებულ ქვეყნებში არის აბსოლუტურად ყველაფერია ვერც მიხვდები. კი, შემცვლელები. ხო, შემცვლელები, რომელიც სრულყოფილია. კი. ნუ ეს კიდე სხვა თემასთან, სოციალურ ფაქტორებთან არის. ხო, ხელმისაწვდომებაც არის და ალბათ უფრო ძვირიც იქნება რაღაცები. ხო, ძვირი იქნება და ფასიდან გამომდინარე. იაფი არ არის, გამიგეთ. იაფი არ არის და აქ თქვენ სოციალური პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ ნუ რაც ხელმისაწვდომია და მისთვის შეიძლება ეს არის ბოდიში ხო ნუ არ არის აუცილებელი კამფეტი. კი, გეთანხმებით. და ტკბილეული როცა ხო, ნუ ჯანმრთელობა თუ ტკბილეულის მირთმევა აქ ხუმრობა და ჭიდაობა ხო, დიდისთვის უფრო გააზრებული გადაწყვეტილება ეს კვებს, უბრალოდ ნუ ბავშვებში დამება და ეგ კითხვა, იმიტომ რომ რთულია ბავშვს აუხსნა. ბევრი პრობლემა. კუთხით არის ძალიან რთული. რომ მშობელმა ბავშვის გააგებინოს რომ კამფეტს რო ჭამს მეგობარი არ შეიძლება ჭამოს. ეგ რთულია. ბავშვებისთვის უფროა ეგ საკითხი. კი, სენსიტიური. კი. ბატონო, ახლა მოდით ოფთალმოლოგიას დავუბრუნდეთ ისევ და ვისაუბროთ
დიაბეტის გართულებებზე ოფთალმოლოგიაში კონკრეტულად რა გართულებები შეიძლება იყოს და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე შევთანხმდით, რომ ყველა შემთხვევაში ოფთალმოლოგის კონსულტაცია თუ გვაქვს დიაბეტი აუცილებელია და უნდა მივიდეთ მინიმუმ თავიდან, როცა გავიგებთ, რომ დიაბეტი გვაქვს ოფთალმოლოგთან და მე ოფთალმოლოგი გვეტყვის რამდენ ხანში ერთხელ სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შემდეგი ვიზიტი. რა გართულებები შეიძლება იყოს და მაინც მინიმალურად რომ გითხრათ, რითი შეიძლება მივხვდეთ, ან ალბათ იქნება შემთხვევა, რომ ვერც მივხვდებით, მაგრამ აი სიმპტომატიკა თუ ახასიათებს რაიმე. ესე იგი, დასაწყის სტადიაში ერთადერთი რაც შეიძლება, როცა დაწყებულია ოფთალმოლოგიური პრობლემა, პაციენტის ჩივილები გამოიხატება წერტილების გაჩენაში, რომ უყურებს თეთრ ფონზე, ხედავს წერტილებს, ლაქებს, ეს დაწყებით სტადიაში. შეიძლება პერიოდულად მხედველობის დაქვეითება მოხდეს ხოლმე, როდესაც შაქრის დონე მკვეთრად აიწევს ამ დროს. მხედველობა უქვეითდება, მაგრამ დაწევის შემდეგ უბრუნდება და პაციენტი თვლის, რომ ის რაღაცა მოხდა. გაუარა. ეს დაწყებაა უკვე. დაწყება პროცესის. გასაგები. აქედან უკვე პაციენტი მუდმივად უნდა იყოს ოფთალმოლოგის მეთვალყურების ქვეშ. შემდეგ მოდის უკვე ეგრეთ წოდებული პრეპროლიფერაციული სტადია, როდესაც უკვე იწყება პროცესი ბადურის სიზარღვებში. ხდება მიკროანევრიზმები, წვრილი წერტილოვანი ჩაქცევები ბადურაში, ის წინა ეტაპზე რაც გვიქის მინისებურშია შემგროვები და ამას ხედავს პაციენტი. ბადურაზე ჩაქცევების შემთხვევაში შეიძლება პაციენტმა ეს ვერ შეამჩნიოს ხედველობის გაუარესება, გააჩნია რა მხელაუბანი და რომელი უბანია დაზიანებული. მაგრამ პირველი სიმპტომის შემდეგ უკვე ოფთალმოლოგთან რომ მოხვდება პაციენტი, იმას უკვე აღარ ინიშნება წელიწადში ერთხელ მოსვლა, გამიგეთ. ხოლოდ აქ ისე უბრუნდები ჩვენ ყველაზე რთულ საკითხს. ოფთალმოლოგამდე უნდა მივიდეს პაციენტი, ჩივილი რო გაუჩნდება, გამიგეთ. იმიტომ რომ დასაწყის სტადიაში ბევრი ადვილია მიხედვა, რეჟიმის გაკონტროლება, შეცვლა. როდესაც უკვე მეორე სტადია იწყება, იქ უკვე ცვლილებები ძნელად არის შესაჩერებელი და შეუქცევად ცვლილებები იწყება. თუმცა მკურნალობის ორი დიეტის და ბევრი საშუალება არსებობს მედიცინაში უკვე თანამედროვეში და ოფთალმოლოგიაში პროცესის შენელება და შეჩერება ხდება. მაგრამ ისევ უბრუნდები მაგრამ ქართულ ვარიანტს. კვების რეჟიმი. რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თუ მან შაქარი ათამაშა, εμάς ვეუნებით ბოდიში. მილიონჯერ უმეორებ უთქვიათ ხოლმე პაციენტს. ხომ მითხარი უკვე. მითხარი, მაგრამ ცოტა რთულია. მაშინ უკვე იწყება მხედველობის გაუარესება. მხედველობის გაუარესებათან პირველ რიგში ყველაზე კატარაქტა უფრო პირად ვითარდება დიაბეტი დაავადებულთა შორის. გლავკომაც შეიძლება განვითარდეს დიაბეტი დაავადებულთა შორის, მაგრამ ყველაზე ხშირად ბადურის პათოლოგია ვითარდება. ბადურის პათოლოგია, ბადურა არის ნერვული ელემენტები პრაქტიკულად. აღწველი, სინათლის შუქის. გამიგეთ. და დაზიანებული ნერვული ელემენტების აღდგენა აღარ ხდება. აქტიურად ახლა არ არსებობს, კი. გარკვეულ საზღვარამდე რომ მივა დაზიანება, მერე ამჩნევენ, გამიგეთ, ხედველობის დაქვეითებას და იქ უკვე უკუსვლა, უკან განვითარება შეუძლებელია. აქ ისევ იწყება იმაზე, რომ როგორმე ეს პროცესი შევანელოთ, შევაჩეროთ, გამიგეთ. შევემას უბრუნდები. კატარაქტა ვითარდება დიაბეტის შემთხვევაში უფრო ხშირად და უფრო ოღონდ ასაკში ალბათ. თუმცა ახალგაზრდა ასაკშიც ყავს პაციენტები დიაბეტით დაავადებულები, რომელიც არ აკონტროლებენ დიაბეტს, მათში ახალგაზრდა ასაკში ვითარდება კატარაქტა. და ესეთი თავისებური კატარაქტა ვითარდება, მოხუცებული კატარაქტა სხვანაირია და როდესაც დავინახავთ, რომ უკანა კაფსულარულია თან ახალგაზრდა პაციენტი ეგრევე იწყებთ შაქრიან დიაბეტზე გამოკითხვას და ძებნას ხო არ იყოს ენდოკრინული მოშლა
ანუ პირიქითაც მივდივართ, მოვიდა ოფთალმოლოგთან, რაღაცა დავაიდენტიფიცირათ. საკმაოდ და დიაბეტი მერე გინდება. საკმაოდ ბევრი შემთხვევა მაქვს. ჩავხედავ პაციენტი მოვიდა ჩივილი ჩვენთან, ნახავ და მეუბნები, რომ უნდა გაიკეთოს ანალიზი. ანალიზს ნახავთ არ იქა ენდოკრინოლოგი, იმიტომ რომ ჩვენ მას აღემატება უკვე მერე მარტო ოფთალმოლოგი ვერაფერს ვერ ხედია, იზამს. კი. რა არის ით ეხლა უკვე ძალიან ბევრ პაციენტს აქვს შეძენილი ანალიზის სპორტატული და იკეთებენ ანალიზს. რამდენად სწორია რეალურად არა, ეგ? ისტორია მაინტერესებს. ვთქვათ, მაგრამ მე მქონდა შემთხვევები, პაციენტს ხოდა 5 და 5, ნუ 18 ეტალონით, ეს ნორმაა ვთქვათ. სადღაც 98 თუ რაღაც გამოდის ზუსტად არ მახსოვს ციფრი, თუ არ ითვლება არაფრად. ჭამის შემდეგ 10. რო უთხარი ჭამის შემდეგ გავაკეთოთ მეთქი მაინც. უსმოზე კეთდება და ეს ხო? უსმოზე იკეთებდა და ნორმაში მაქვს. ჭამის შემდეგ 10, ნუ ეს ცეთი მაჩვენებელია, რომ თვალისკერი იყო კლასიკურად დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტის დაზიანებისთვის იქიდან. ასე რომ მარტო თვითონ რო აქ აპარატი და იკეთებს ანალიზს, ეგეც არ არის სწორი. მაშინ უნდა ესეთი გაიკეთოს. ხო, წესების დაცვით, კვებამდე და კვების შემდეგ. კი. გასაგებია. მე როგორც მივხვდი, კი არა და დავაზუსტებ ახლა, დიაბეტის, ხო აქვს თავისი რეინჯები, ვთქვათ, ამ დიაბეტსაც სხვადასხვა ფორმით ხდება, ნუ შედარებით არის პრედიაბეტი. პრედიაბეტის შემთხვევაში ალბათ ოფთალმოლოგიური პრობლემები ნაკლებად, უკვე დიაბეტის დიაგნოზი რო ისმევა, ნუ გააჩნია შაქარი რა ზღვარზე გაქვს. როგორც კი დაისმება პრედიაბეტი. დიაბეტი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება დაბალ შაქარი ოდნავ ქონდეს მომატებული და იქ ცვლილებები ქონდეს თვალისკერზე და შეიძლება მაღალი ქონდეს შაქარი. ეგ მაინტერესებს. შეიძლება შაქარი ქონდეს მაღალი და მაგრამ იმ ხელაცვლება არ იყოს. ანუ პირდაპირ პროპორციულად არ მოქმედებს. სამწუხაროდ კანონმდებლობებს არ ემორჩილება. კი, პრედიაბეტის შემთხვევაში ნაკლებად არის. მაგრამ არის შემთხვევა, რომ პირიქითაც იყოს. ეგრეთ პრედიაბეტი და არ ქონდეს მაღალი ციფრები ისეთი და უდიშმარა თვალისკერი გრეული გამიგეთ. ასე რომ ეს მაინც არის აი არა აქვს დიდი ციფრები და ოფთალმოლოგთან არ გაუშვან, ეგ სწორი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ისეთი რამე დავინახოთ, რომ იქ დიაბეტის სტადიის შეიცვალოს და მესმის კი. გასაგებია ბატონო ხას დაავადებებთან დაკავშირებით მაინც რომ ჩავუყრმავდეთ, ნუ გლაუკომა, კატარაქტა, დიაბეტური რეტინოპათია, მე მგონი რაღაცა ხშირად მესმის ხოლმე მე უფრო რაც ვთქვათ დიაბეტთან არის დაკავშირებული. აი დიაბეტურ რეტინოპათიაზე რო ვისაუბროთ, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რა ნიშნები აქვს? ნუ დიაბეტურ რეტინოპათიას ხან თქვი უკვე რომ პაციენტები პირველ შემთხვევაში უჩივიან წერტილების გაჩენას თეთრ ფონზე, ან პერიოდულად მხედველობის დაქვეითებას და მერე აღდგენას დასყრის სტადიაშია, როდესაც ხდება ხოლმე შეშუპება ქსოვილების მაღალი შაქრის ფონზე, ბადური ქსოვილების შეშუპება ვითარდება, მაგრამ შაქრის დაწევას დასყრის სტადიაში შეიძლება გაიაროს ამ პროცესმა და პაციენტი არ აქცევს ყურადღებას. ეგ არის. ესეთი სიმპტომი საერთოდ აუცილებელია ოფთალმოლოგთან მისვლა ამ შემთხვევაში, რომ თუ არ იცის შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება არ იცოდეს გამიგეს, რომ არის, მაგრამ ეს მხედველობა დაუქვეითდა და მოუვიდა, ეგ არ ნიშნავს, რომ კარგად არის. კი, მესმის. აი რისი გაშლა მინდა იცით, წინა ვიდეოში გლაუკომაზე ასე თუ ისე ვრცლად ვისაუბრეთ და იციან უკვე ჩვენმა მაყურებლებმა, რომ თქვათ გლაუკომის რა არის საწყისი და რა გვაქვს მერე მოგვარების გზები, ნუ გულისხმობ იმას მოგვარებაში, რომ გლაუკომის განკურნება არ ხდება, თუმცა რა მეთოდები არსებობს მკურნალობის. აი რეტინოპათიასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ, თქვათ დადგინდა რას ვშვრებით მე? ანუ ექიმი ოფთალმოლოგი იმის დამიხევდით, თუ რა მდგომარეობაა დასაწყის სტადიაში, როდესაც ესეთი შემღრევებია ინიშნება. წვეთები რაიმე თვალის? ეხლა ბევრი საშუალებაა პრეპარატების, გამწოვი თერაპია. კი ბატონო. გამწოვი თერაპია. სპეციალური ვიტამინები არსებობს თვალის
რომელიც ხელს უწყობს, რომ არ განვითარდეს კატარაქტა, რამდენად იცავს ახლა ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ყოველთვის წყენით პაციენტს არ აწყებს. და ყურადღება. როდესაც უკვე რთული ფორმა გვაქვს. ხედავთ უკვე რომ ცვლილებები იწყება, ამ დროს უკვე დგება საკითხი ეგ რა არიცით ბადურაზე დიაბეტური რეტინოპათიის დროს სიძარღვები ზიანდება, გამიგე სიძარღვის კედლების ზიანდება და აქ ხდება წვრილი მიკროანევრიზმების გაჩენა და ამ ანევრიზმების ფონზე თრომბის გაჩენა და შესაბამისად ჩაქცევა. დახშობა სისხლძარღვის საბოლოოდ. სისხლძარღვის დახშობა ხდება და სისჩაქცევები ვითარდება. ამას მერე მოსდევს შემდეგი ეტაპი პათოლოგიური სიძარღვების განვითარება. გამიგეთ? რომელიც პათოლოგიური სიძარღვი განსხვავდება ისედაც რომ მათი კედლები სრულყოფილი არ არის და იქიდან უკვე ადვილად ხდება სისხლის ჩაქცევა. გამიგეთ? ამას უკვე მარტო დასალევი და წვეთები არ შველის. აქ უკვე დგება სერიოზულად საკითხი. ეხლა საქართველოში ძალიან მიღებულია ტექნიკურად სრულყოფილად ვართ აღჭურვილი ლაზერული თერაპია დამუშავება ბადურის იმ სიძარღვების და ასევე ინტრაოკულარული თვალში და ინექციები. სხვადასხვა სახის პრეპარატებია ავასტინი, ლუცენტისი, ელია, რომელიც კეთდება ამ შემთხვევაში, სტადიიდან და იმ მდგომარეობიდან რაც დახურდა. ეხლა აქ არ არის რომ შაბლონი ყველას ლაზერი ან ყველას ინექცია. იმის მიხედვით რა მდგომარეობას ხედავ, ასე რომ ისევ იმას უბრუნდები. ეს მუდმივი კონტროლის გარდა სხვა საშუალება რომ ეს სტადია დავადგინოთ და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტაროთ. რა არიცით ეხლა ხან თქვით რომ გლავკომა მოურჩენელია. არ არის ეგრე. მართვადია, მაგრამ მართვადია. ხო, მართვადია გლავკომა. ასევე მართვადია დიაბეტი. ხო. დიაბეტური რეტინოპათიაც თუ პაციენტმა ხელი შეიწყო, მართვადია. ანუ არის ახლა გამონაკლისი, როდესაც არაფერი არ მოქმედებს პრეპარატი. ყველა დაავადებაში, ყველა დიაგნოზში, ყველა სპეციალობაში არის ესეთი პათოლოგიები, რომ პრეპარატები არ მუშაობს, მაგრამ 90%-ში დიაბეტი თუ პაციენტი მოყვება, მართვადია. მართვადია. კატარაქტის სამი ვარიანტია ძირითადად. კატარაქტა ვითარდება ვთქვით, ეს ყველაზე იოლი ვარიანტია. ყველაზე მორჩენადი თანამედროვე ტექნიკის პირობებში კატარაქტა პრობლემა არ არის. ბევრად უფრო რთულია დიაბეტის შემთხვევაში გლავკომა როცა ვითარდება. იქ მექანიზმი ცოტა სხვა არის ვიდრე ჩვეულებრივი გლავკომის გართულებული მდგომარეობა და გლავკომას რაც არ უნდა მკურნალო იქ თუ დიაბეტიდან მოდის ეს პრობლემა კომპლექსურად მიუდგე. ყველაზე რთული ეს არის ბადურის პათოლოგიები, რომელიც ვითარდება. ვიდან ბადურა ისე გავიმეორებ ნერვული ქსოვილია, რომლის დაზიანებული უბანიც აღარ აღსდგება, გამიგეთ. აღარ აღსდგება. შესაბამისად რთულია ისი მართვა. შედარებით ადვილია, როდესაც დასყიდადიაში იწყებ ამის კონტროლს და მართვას. ვიდრე ძალიან შორს წასულ შემთხვევაში. ვინაიდან დიაბეტი დაზიანება თვალი მქონე პაციენტი სიბრმავის კანდიდატია. სიბრმავის კანდიდატია. ჯერჯერობით მსოფლიოში გადაუჭრელია პრობლემა. თუმცა მთავარი არის დროული მიმართვიანობა ექიმთან ხარაზეც ვისაუბრეთ და ალბათ ექიმებსაც რომ კონდეთ ოჯახის ექიმებს მეტი ინფორმაცია ამბულატორიებს, ამბულატორია მაინც ალბათ ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ პაციენტი მაინც ალბათ რომელიღაცა რგოლის გავლით მიდის ამბულატორიამდე და არა პირდაპირ, რომ თქვენ ვისაც დაუდგინდება დიაბეტი, ყველა ადამიანს კონდეს ეს ინფორმაცია, რომ აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში გამახსენდა ეხა პრედიაბეტი, დიაბეტიანი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, არ არიან ოფთალმოლოგთან ამყოფები და ჩემთვისაც სიახლე იყო ეგ, სიახლე იმ ხრივ, რომ თუ
ანუ ესე ვფიქრობდი, რომ ალბათ თუ რაღაცა ძალიან ისე სტადიაზე გაქვს დიაბეტი, მაშინ უნდა მიხვიდე არა, ოფთალმოლოგთან. გითხარით მე. კი, პროგრამულად მაგას. არის გამიგეთ გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ გინა პრედიაბეტი იყოს, გინა დიაბეტი იყოს, აუცილებელია. თავარია პაციენტამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. ხო, ანუ ყველა ექიმისგან უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გაზიარება. ექიმა კი არ უნდა უთხრას, პაციენტმა უნდა იცოდეს თავისუფლებები, გამიგეთ. ეს პაციენტის უფლებაა. მოითხოვოს თუ რომ მას ჭირდება ოფთალმოლოგის კონსულტაცია, უნდა იცოდეს პაციენტმა. დასამალი არაფერი არა, ოფიციალურად ხდება ეს ყველაფერი. აქვე გკითხავთ, ამას ჭირდება რაიმე განსაკუთრებული, ну, აი რეგიონში ვინც არიან, თქვათ, იმ ადამიანებზე რომ ვისაუბროთ, თბილისში უფრო მეტი შესაძლებლობებია ამ მხრივ, თქვათ, რომ ну, აპარატურის ნაწილშიც კლინიკები აღჭურვილია ისეთ დონის აპარატურით, რომ უფრო მარტივია რაღაცის დაიდენტიფიცირება. რეგიონებში თუ გვაქვს ან აი უბრალოდ ამბულატორიაში, სადაც ოფთალმოლოგს რაღაცა ძალიან მინიმალური აპარატურა აქვს, თქვათ, იმ პირობებში თუ არის შესაძლებელი ეს ამ გამოკვლევების მიღება, რომ ჩვენ ვთქვათ, გლაუკომა გამოვავლინოთ, დიაბეტური ან კატარაქტა ან რეტინოპათია. ესე იგი, რა არიცით, ახლა რეგიონში ოფთალმოლოგი თუ არის, მას შეუძლია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა, ეს მისი საქმე მოვალეობა. კი. შეუძლია ბროლის, რქოვანას და წინამონაკვეთის დათვალიერება, უნდა ქონდეს შესაბამისი აპარატურა და სკერის დათვალიერება და თვალშითა წნევის გაზომა. ეს არის ამბულატორიაში. ახლა თუ ეს არ კეთდება, ბოდიში, მაგრამ ესე იგი არ არის რა ამბულატორია. ეს აუცილებელი პირობაა, ეს 4 ფაქტორი, მაინც რაც რეგიონში შეიძლება გაკეთდეს და ამ გამოკვლევაში აუცილებლად მოხდება იმის დადგენა, იქ არის თუ არა ცვლილება, გამიგეთ. კი, თვალისწინებაზეც მოქმედებს ეს ყველაფერი ჩამოთვალეთ. ეს 4 კვლევა, რაც თქვი, უნდა ჩატარდეს კლასიკა. ეს კლასიკა ყველა ოფთალმოლოგის ევალება მხედველობის სიმახვილე, თვალის ბიომიკროსკოპზე, წინამონაკვეთის დათვალიერება, სკერის დათვალიერება, თვალშითა წნევის გაზომა. ამ კვლევებში ერთ-ერთი საეჭვო ის გამოჩნდება, რომელსაც ახლა კომპიუტერული არ ვთქვი წეღან. კომპიუტერული ტომოგრაფია ბევრად ზუსტია, თქვა, შეიძლება თვალით ისეთი ცვლილება ვერ შევამჩნიოთ, ვერავინ, რასაც ტომოგრაფი ხედავს იქ შრეებში. შრეებში მიდის ხოლმე, გამიგეთ. უკვე პრობლემა, რომელსაც რო დავინახავთ, უკვე კარგი არ არის. კომპიუტერული ტომოგრაფია ვერ იქნება ახლა რეგიონში და ყველა კი, აი მაგიტომ ვიკითხე, თუ არის შესაძლებელი თქვა. იქ თუ იმის და მიხედვით, რას ნახავს ოფთალმოლოგი, შემდეგ უკვე მან უნდა განსაზღვროს და გადაამისამართოს ან თვითონ გადაამისამართოს ურჩიოს პაციენტს, რომ თქვენ კი დამატებითი კვლევები ჭირდება, ეს უკვე რეგიონის ოფთალმოლოგია, მაგრამ რაც ჩამოთვალე ეს კვლევები მან აუცილებლად უნდა გააკეთოს. თვალისწინება უნდა გაიზომოს, თქვა პაციენტებმაც რო იცოდნენ ერთ-ერთი წინა ხარე დათვალიერდას. ყველა კანონში არა ვარ ხოლმე ჩახედილი, მაგოდეთ. ადრე იყო დიდი ხნის დადგინდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 40 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს არ ქონა მნიშვნელობა სადა როგორ წელიწადში ორჯერ თვალშითა წნევა უნდა გაზომოთ. 40 წლის ზემოთ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მეტია გამოვლენა, ხო, მაგას. გლაუკომის გამოვლენა დასხის სტადიაში შეიძლება მაშინ მომხდარიყო რა. ეგ აუცილებელი პირობა იყო. ასე რომ ასაკს და დიაბეტს რო გავანებო თავი, ეგ აუცილებელი პირობაა. მხედველობის სიმახვილე აუცილებელი პირობაა. იქ სათვალე შერჩება, თუ არ ერჩება სათვალე, ესე იგი უკვე ისეთი პათოლოგიაა, აღარ არის იქ ლაპარაკი. ასაკობრივ პათოლოგიას. იქ ლაპარაკია, ან ბროლშია პათოლოგია, ან მინისებურში, ან ბადურასი. მაგრამ ალბათ მხედველობის შემოწმებამაც შეიძლება რაღაცა სხვაგან წაგვიყვანოს ალბათ იმ შემთხვევებში, თუ მაინც ვთვლით, რომ შედარებით ასაკშია ადამიანი, ანუ არ არის ვთქვათ ახალგაზრდა, ისედაც ხომ რაღაცა გარკვეული ასაკის შემდეგ შედარებით დაბლა ჩამოდის, ანუ მინიმუმ ვთქვათ კითხვის დროს გჭირდება სათვალე რომ გამოიყენო. თუმცა ეს არ უნდა ჩავთვალოთ სტანდარტად. სათვალე ნორმატივ თვლება 40 წლის ზემოთ საკითხავი სათვალე ეს პათოლოგია არ არის. ეგ ნორმა თუ რასაკვირველია სხვა პრობლემა არა.
ხო, თუ სხვა პრობლემა არ არის, კი. აქვე გამახსენდა ამ შანსს გამოვიყენებ შეგეკითხებით, მაგრამ რამდენად არის რეალობა ის, რომ აი კომპიუტერთან დამცავი სათვალეები როა ეგრეთ წოდებული ესე ეძახიან. რამდენად გვიცავს ეს სათვალე? როგორ გითხრათ? სიმართლე გითხრათ, მე არ მიხმარი. მე მქონდა ადრე დავამზადებინე, ამიტომ ჩემ გამოცდილებაზე გეტყვით, მაგრამ იმდენად არაკომფორტული იყო, რომ ვერ გამოვიყენე საერთოდ. მე თვითონ შეიძლება ძალიან ვერ ვიხმარე ჩვეულებრივ საკითხავ სათვალეზე ეს დამცავი საფარი ხო. არ მესია. ხო, აი მეც რა. ეს ზოგი ატარებს ძალიან მოსწონს, ზოგს არა. ეგ ძალიან თავისებურია. წყენით არ წყეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არაფერს არ დააზიანებს. ხო, დაზიანებით არა. თუმცა სარგებელიც არ ვიცი. მესიამოვნება ნაწილს არა. მე კომფორტის საკითხია, მაგრამ აქაც ვის როგორ რა. რო გითხრათ, რომ მე არ მესიამოვნებ. ჩემი გვერდზე მყოფი ხმარობს ამას და ძალიან გულფრინია. ყოველ შემთხვევაში ერთი რაც არის კარგი, რომ არ ვნებს. ხო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის ხოლმე შემოვა, რომელიც შეიძლება კარგი არის. კარგით. ეხლა მაინტერესებს განსხვავებები ან რაღაცა ვთქვათ ჩვენთან როგორ არის ევროპაში როგორ არის აი ამ დიაბეტის შემდგომი გართულებები რაც ოფთალმოლოგიაშია მართვის კუთხით ანუ ერთი სისტემა გვაქვს თუ არის ვთქვათ მსოფლიოში რაღაცა სხვა საშუალებები რითიც ხდება მართვა ან გლაუკომის ან რეტინოპათიის რაც ჩვენ არ გვაქვს ნუ თუნდაც შესაძლებლობიდან გამომდინარე სხვათა შორის ახლა შეიძლება დავიტრაბახო რომ ოფთალმოლოგიაში საქართველოს პრაქტიკულად არ ჩამორჩება. შეიძლება ახლა 25 წლის სექტემბერში გამოშვებული აპარატი არ გქონდეს, ვთქვათ. ხო. აპარატურა არ გქონდეს, მაგრამ დიაგნოსტიკა, კურნალობა, ოპერაციული ჩარევის ტექნიკა და აპარატურა საქართველოში გვაქვს, ნამდვილად გვაქვს. და ძალიან თანამედროვე, ასე რომ მაგკუთხით პრობლემა არ არის. ხა მიღწევებსაც ნუ ინტერნეტის ეპოქაში პრობლემა არ არის, სადაც კი რამე ახალი გახდება ინფორმაციას შეგვიძლია მე ცოტა დიდი გამოცდილება მაგ დარგში და იყო ხოლმე რომ წამიკითხია ჟურნალში ჩავსულარი ქალაქში რომ გავცნობოდი. ეხლა ეგ პრობლემა არ არის. წავიკითხავ, ნახავ და აქვე გავეცნობი. ხო და თურმე დაიკონტაქტებით კიდეც იქვე იქნება. დაიკონტაქტებით, ერთმანეთს გაუზიარებთ. ეს ძალიან გაადვილდა, ხოლო ისე ვიმეორებ საქართველოში ოფთალმოლოგიის კუთხით ტექნიკური პრობლემა არ აქვს. არც სპეციალისტებით არ აქვს. თუმცა ეხლა რაც გამახსენდა არის მაინც შემთხვევები, რომ პაციენტები გადიან საზღვარგარეთ, უფრო ბავშვებს ეხებათ ეს და შეიძლება ეს იმით აიხსნას, რომ ბავშვებთან რაღაცა სხვა მიდგომა ჭირდებათ, უფრო არ გვაქვს იმხელა გამოცდილება ბავშვებთან თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ალბათ უფრო ონკოლოგიური პრობლემები არის. ახლა თვალის ონკოლოგია, ნუ ძალიან ძიმე. თულის სიღრმისა, კი. თვალის ონკოლოგია ძალიან ძიმეა. კი არის ჩვენთან ახლა მეთოდიკა ქუთთოს და შემთხვევაში სხიური თერაპიის სახეობა, რომელიც ვთქვათ ამ პროცესს აჩერებს, მაგრამ ხედველობა შეიძლება ამ სხიური თერაპიის ხარჯზე ეს პროცესი, მაგრამ ხედველობა დაიკარგოს. როდესაც ამას საერთოდ დაიკარგოს? ხო. შეიძლება დაიკარგოს, გამიგეთ. თვალა შეუნარჩუნო, მაგრამ ხედველობა დაიკარგოს. როდესაც ამას უხსნი ძალიან ძნელია. რეალობის მიღება კი. ხო, ძალიან ძნელია და ნუ ხა გინდა დიდი იყოს, გინდა ბავშვი იყოს თუ პატრონი მშობელს უნდა რომ იმ ქვეყანაში იქნებ ვერა უკცალა. ვერ ეტყვი გამიგეთ. იქნებ მართლა ხა შეიძლება ჩვენთანაც ეშველოს, შეიძლება იქაც ეშველოს, მაგრამ ეს უკვე მენტალიტეტია ნაწილობრივ. თუმცა არის შემთხვევა, როდესაც მე მითქვია რომ პაციენტი უნდა წაიყვანო. ყოფილა შემთხვევა რომ მე მითქვია ის შეიძლება ჩვენთანაც გაკეთებული იყო, მაგრამ რაღაცა ტექნიკური უახლესი
აპარატი იყო, რომელიც ჩვენ ჯერ არ გქონდა, თქვა. ყოფილა ესე შეხვედრა, რომ გერმანიაში გამიშვია პაციენტი, თურქეთში გამიშვია, შტატებში გამიშვია პაციენტი, ნუ გასკვირე საშუალებაზე ალბათ ყველაზე მთავარი ეგ არის აი იმ პროფესიონალიზმის გარდა, რაც ექიმს უნდა კონდეს, ნუ რისკიანი უნდა იყოს ქირურგი. თუმცა ეს რისკებიც რეალურად უნდა შეაფასოს. ვერ გეთახმებით, შეიძლება ჩვენ დარგში რისკი. მე ვგულისხმობ მარტივად არ უნდა დანებდეს. ანუ რისკში მხოლოდ ამას საკეთებელი უნდა გააკეთო. უნდა ცადო მაქსიმუმ. ხო, არ უნდა. არა, თუ მოდის პაციენტი, რომელიც ვერ ხედავს, კატარაქტა აქვს, მაგრამ ვარს ვინებინაიდან სანამ ხედავ კონდეს ვინაიდან იქ ზოგადი პრობლემა აქვს ორგანიზმში, რომლის დროსაც შეიძლება ოპერაციის მერე გართულდეს, გამიგეთ. კი, მესმის. ყავს ესეთი პაციენტები და ვეუბნები რომ აი სანამ ხედავთ იყავით, იმიტომ რომ რისკი დიდია. რომ ვეღარ დაინახავ, მაშინ სხვა გამოსავალი არ არის და აღარ გაუარესდება. არა. ესე არ არის. გეუბნებით ისე უნდა ვიტრაბახო რომ ოფთალმოლოგია საქართველოში ძალიან მაღალტონებია. იცით აპარატურა, პრეპარატი სხვა დარგია. აპარატურა რაც კი არის, საზღვარგარეთ 99% არის ჩვენთანაც ჩვენთან შემოდის დაუყოვნებლივ. უცხოენად ვერ იმუშავებს. კი, ასეა ნამდვილად. მოდით ონკოლოგიასთან დაკავშირებით, რადგან ვიცი რომ გაქვთ თქვენ ყავთ მსგავსი ტიპის პაციენტები, გკითხავთ თვალის ონკოლოგია არის ანუ პირდაპირ შეიძლება ადამიანს თვალთან დაკავშირებული ონკოლოგიური პრობლემა გაუჩნდეს, თუ ეს არის ორგანიზმში მიმდინარე რაღაცა გარკვეული პროცესის შედეგი ან გადაცემა, თქვა სხვა ორგანოდან თუ შეიძლება თვალზე გადავიდეს, რა პროცესი არის, ანუ საიდან იწყება და საიდანმე იწყება და მიდის თვალთან, თუ შეიძლება პირდაპირ თვალზე შეექმნას ადამიანს ონკოლოგიური პრობლემა. ესე ცალკე მდგომად. 99%-ში ალბათ მე სადმე კონდეს რაიმე და თვალში გამოვიდეს მეტასტაზი, ნუ აი ვერ ვიხსენებ ეგეთ შემთხვევას. როგორც კანონი თვალზე დამოუკიდებლად განსაკუთრებით ქუთუთოებზე, ქუთუთოებზე დამოუკიდებლად ვითარდება სიმსივნე, დიაგნოსტიკა აქვს მთავარი და მე ოპერაციული ჩარევა როგორც შეირჩეს. ნუ იშვიათია ძალიან მელანოპლასტომები, მელანოპლასტომა. ღვთისმადლით იშვიათობა არა, იშვიათობა. ხლა მეთოდიკები რაღაცები შეიმუშავეს საზღვარგარეთ. შეიმუშავეს მეთოდიკები ამისი. მე მყავს ახლობელი, რომელსაც გაუკეთდა ამ მეთოდიკით. მართლა გითხრათ, 2 წელი შეინარჩუნა თვალი. მერე ვინც გაუკეთა უთხრეს რომ არა. პროცესი მაინც მიდის და თვალი ამხება დაჭირდა. თუმცა ის ძალიან იშვიათად რომ ოფთალმოლოგიური სიმსივნე რეციდივი თუ დროზე მიეხედა რეციდივები სხვა ორგანოებში თუ დაგვიანებულია მაშინ უკვე ძნელია და იშვიათობა არა იშვიათობა ჩვენ დარგში ზოგადად თვალის ონკოლოგია იშვიათია შედარებით ნაკლებად არის ეს გარეგნული არის ხოლმე ხშირად რაღაცა გამონაზრდები რომ აქ თუმცა შეიძლება ყველაფერი არ იყოს ონკოლოგია სად არის ქუთუთოზე თუა ქუთუთოზე თუ ჩდება წარმონაქმნი ის ჩანს და ნუ იმ წარმონაქმნს რომ თუ არ ჩანს რაც არ ჩანს ეს შეიძლება იყოს ბადურა გარსზე შეიძლება იყოს ლორწოვან გარსზე ეს ჩანს გამიგეთ ნუ სიზარღვან გარსი ბადურაზე თუ რამე ეს პაციენტი ხედავს მხოლოდ იმ შემთხვევაში რომ რაღაცა ხედულობის პრობლემა შეექმნა გამიგეთ ხედულობის პრობლემა მით მოდის მე ხოლია პაციენტი მოვიდა რაღაცა ეს და ხედულობა კარგი იყო მაგრამ ნუ ჩივილი ქონდა ესეთი რომ ბადურა ნუ გვენახა ნახე ბადურა ნუ ისე თავისებური სურათი იყო რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი თქვა დიაბეტის პროლიფერაცია იყო პლუს ქსოვილი აშკარად პლუს ქსოვილი იყო ბადურაზე წამოწეული მაგრამ ჩამოშლა არ იყო
გაუკეთეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, გვიჩვენა, მე საზოგადოებრივ წავიდა ეს პაციენტი. კითხვას კი დაუსვეს ჩემმა კოლეგამ, როგორ მიხვდნენო. ხო. ძალიან გაუბრასდი. თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ალბათ მაინც ყველას გაუჭირდებოდა მაგის დადგენა. აი, მანდაც არის ჩემი კითხვა, ეხლა შემდეგი ხო, რომ ნუ ეხლა რა არის იცით? ასაკურველია ადურის პათოლოგიების და ესეთი დიაგნოზების დასმას ბევრი გამოცდილება უნდა, მაგრამ არის ერთი მშვენიერი საშუალება. ნახე სურათი, რომელიც ვერ იხსენებ, რა შეიძლება გავდეს. ინტერნეტი. შემიძლია ჩემი რომ დავიწყე მე ოფთალმოლოგია. ახალი დაწყებული მაქვს, ჯერ არ ვიცი ბევრი სიმართლე უნდა ვთქვა და უცბად კონსულტანტი სხვა კლინიკაში გახდა. ჩემი კლინიკიდან იყო კონსულტანტი, გახდა ავად და გამიშვეს. გავსიჯე პაციენტები, დავრეკე იქიდან ჩვენ ხელმძღვანელი დოცენტთან, უთხარი ესეთი რაღაცა და რა ვქნა მეთქი. მოდიო, აიღე წიგნიო, ჩახედე და შენ თვითონ ნახე, მართლა ატლასი, მივედი ატლასი, ავიღებ, დავიკითხებ, ჩავედი, ისევ გავსინჯე მეორეჯერ შევადარე. ეხლა ტელეფონს აიღებ და ინტერნეტში ნახავ ეს სურათი რა შეესაბამება, თუ რას გიჭირს თქვა. შეიძლება ყველაფერი ვერ გაიხსენო. ხო. ყველაფერი ვერ გაიხსენო, შეიძლება ატიპიური შემთხვევა იყოს. ასე რომ ამის საშუალება არის, თუ თქვა არის ხოლმე შემთხვევა, არ მინახი ეგეთი. არ მინახი ეს შემთხვევა, საერთოდ. ცოტა ხნით შემხვდა. და რა შრობთ ეგეთ? ნუ ვერც იმაში ვნახეთ და გადაწყვიტე რომ დაუკვირდეთ პაციენტს ვინაიდან ნუ ხედულობას არ აზიანებს და კი, თუმცა ეხლა რაც თქვენ თქვით, მაგასაც სჭირდება საკმაოდ დიდი დაკვირვება, დეტალებზე ორიენტირებულობა ექიმის მხრიდან, რომ განსაზღვროს მან სწორად, რომ ამ პაციენტს უნდა დააკვირდეს თუ თავარია იცოდე რა არიცი. ნახე ესეთი რამე რომ არ შეხვდა, არ არის მოსარიდებელი სხვას კითხო, ინტერნეტში შეიხედო. მე ვარ და ყველაფერი სამწუხაროდ ესე არ არის გამიგეთ. ეგ ძალიან გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს. მინახია სურათი რომ არ ვიცი, არ ჯდება იმ ნორმაში რაც უნდა იქ იყოს, მაგრამ არ მოქმედებს ხედულობაზე, ფუნქციაზე არაფერზე. შეიძლება თანდაყოლილია გამიგეთ. თანდაყოლილია და არ არის პათოლოგია. ამას დაკვირვების გარდა სხვა საშუალება. რას კვლევა ყველანაირი უნდა ჩატარდეს, რაც კი არსებობს. და რომ კვლევა არაფერს არ გაძლევს და არ მიგითითებს. მხოლოდ დაკვირვება, ვინაიდან მაინც რაღაცა ხიჯი რჩება, იქნება. ხო, რამე არ იყოს ისეთი. კი. რატომ თქვენზეც რომ ვიცოდეთ, რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინო მიმართულებით, რომ ანუ გამხდარიყავით ექიმი და ვთქვათ ოფთალმოლოგი კონკრეტულად. ოჯახის გავლენა იყო ეს, რაიმე წინაპირობა იყო, თუ აი რა იყო ამის мотивация რომ მოგვიყვეთ. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მამაჩემის ხოვნა იყო. რო გითხრათ რომ ძალიან წარმომედგინა თავი ექიმად, სხვა და მაინტერესებდა აბსოლუტურად რაც სიმართლე გითხრათ. სხვა კუთხით ფიქრობდი, მაგრამ ნუ შევთანხმდით რომ თუ ვერ ჩავაბარებდი პირველ წელს, ჩავაბარებდი მერე სადაც მინდოდა. ხო, ნუ ჩავაბარე. შემდეგ ოფთალმოლოგია უკვე ავარჩიე წლების განმავლობაში. გავდიოდი ყველა საკას. გორმ ფაქტორმა იმუშავა, ჯერ ერთი მომეწონა თვითონ საგანი. თვალი ლამაზი საყურებელია და ეხლა ბევრი დარგია მედიცინაში რომ სადაც ბუდიშმა გახედვა და შეხედვა არ შეიძლება არ ვკარგე რამეს, მაგრამ ნუ ესეა მე სუფთა ლამაზი სამუშაო იყო თვალი. და საინტერესოა გამიგეთ, თითქოს პატარაა, მაგრამ იმდენი ნიუანსია, იმდენი რაღაცა, ამას რო გავეცანი, გადავწყვიტე ოფთალმოლოგია, ნუ კათედრაზე სამუშაო და ბიძად მეკუთვნოდა
მანაც უფრო კარგად ჩამახედა ამ ყველაფერში და მომეწონა და გადავწყვიტე ოფთალმოლოგობა. ანუ მე პროცესში გაშენდა ეს რა ოფთალმოლოგი გამხდარიყავით. თავიდან არ მიფიქრია მაგაზე. უბრალოდ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში და რა სპეციალობა ხო გავიარე სხვადასხვა საგნები კურსებზე. აი მე იყო ეგეთი მომენტი, რომ ვთქვათ, დარწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ნამდვილად ზოგადად პროფესიის არჩევა შეიძლება აირჩიო პროფესია, ჩააბარო უნივერსიტეტის დაამთავრო, მე იმუშაო კიდეც ამ განხრით, მაგრამ მაინც კონდეს ის მომენტები რაღაცა ძიების პროცესში იყო, ფიქრობდე ეს შენია რეალურად თუ არ არის შენი, რაღაცა სხვა ინტერესები გაგიჩნდეს ან მსგავსი, აი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? სად დარწმუნდით, რომ ეს გზა რაც გაიარეთ და რაც აირჩიეთ, ნამდვილად თქვენია? ერთი წუთი არ დავფიქრებული ვარ, რომ რატო ავარჩიე ოფთალმოლოგია. შეგიხარით, ყველა საგანი მქონდა გავლილი. მერე გადავწყვიტე ოფთალმოლოგიაში. გააზრებული გადაწყვეტილება იყო. 1 წელი ბავშვთა ქირურგიაშიც ვიყავი 6 კურსი ჩვენთან, ეხლა სხვადასხვა არის მაშინ. 1 კურსი მთლიანად გავიარე ბავშვთა ქირურგიაში და პრობლემა არ მქონდა იქ დარჩენის და მაგრამ ვიცოდი რომ მინდოდა ოფთალმოლოგია. გონი შევარჩიე, არ ვიცი. თავისებური ნიუანსები გავითვალისწინე ყველაფერი. მომეწონა. სუფთა ლამაზ სამუშაო. აი წინა სტუმარმა ზუსტად თქვენაირი პასუხი გაგვცა. სუფთა ლამაზ სამუშაო, ახლა იმიტომ რომ გავიარეთ ყველა საგანი, არა ზოგ შემთხვევაში, მაბატეთ, მაგრამ ეს თავისებური ფსიქოლოგია უნდა კონდეს, რომ იმუშაო. მე არ შემეძლო ყველა დარგში მემუშავა. ნამდვილად. არ მესიამოვნა ზოგი. თუმცა სასიკვდილოა პატივცემ ყველა სპეციალისტს ეს თავისებურება უკვე ადამიანი თვითონაში გადაწყვიტო რა შეგიძლია, რა მოგწონს და მე აღარ უნდა გადაუღიო. მოდით შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ ამ დიაბეტთან დაკავშირებით. ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს რომ თუ კი სისხლის საერთო ანალიზითაც დგინდება ხო და მე სპეციალური ანალიზი შაქარზე კეთდება სპეციალური ანალიზი, ხოლოდ მარტო უზმოზე არა. არ შველის ხო? უზმოზე და შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის მოცდით და ჭამის შემდეგ თუ დადგინდა დიაბეტი, თუნდაც პრედიაბეტი, აუცილებლად გავიაროთ ერთი კონსულტაცია მაინც საწყის ეტაპზე ოფთალმოლოგთან და შემდეგ უკვე ოფთალმოლოგი გვირჩევს, შეიძლება საერთოდ არაფერიც არ იყოს, თუმცა როგორც გითხრა, ხშირი არის ხოლმე გართულებები დიაბეტის შემთხვევაში თვალზე, გავიაროთ აუცილებლად ექიმის ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რომ მოგცეს ოფთალმოლოგმა შემდეგ მიმართულება. კიდე დაუბრუნდები მე ამ საკითხს, რომ პროგრამულად სახელმწიფო და მოითხოვს აფინანსებს წელიწადში ერთხელ დიაბეტ დაავადებულთა კონსულტაციას ოფთალმოლოგთან. ეს პროგრამულად არის, ვალდებულიც არის. კი, პაციენტებსაც აქვთ უფლება რომ მოითხოვონ ის რაც ეკუთვნით. ენდოკრინოლოგი ვალდებულია რომ გამოუწეროს, გაუშვას ოფთალმოლოგთან გაუშვას და მისი დასკვნა რა არიცით დიაბეტის ხო გეუბნებით მე დიდი ხანია აღარ ჩამეხედია როცა დავიწყეთ დიაბეტის სტადიის დადგენაში ოფთალმოლოგის დიაგნოზი წყვიტავდა. ოფთალმოლოგის დიაგნოზი წყვიტავდა დიაბეტი რომელი სტადია იყო გამიგეთ. იმიტომ რომ შეიძლება მას ჩაერთვალა ენდოკრინოლოგს არა აქვს მაღალი ციფრები, მაგრამ თვალის ფსკერი დანგრეული იყო. შედეგი თვალზე სხვა იყო. დიაბეტის. ამძიმებდა დიაბეტის დიაგნოზს გამიგეთ. ამიტომ ეს ისე ვიმეორებ ყველა პაციენტს უფლება აქვს მოითხოვოს და ვალდებულია რომ ის უბნის არის თუ ოფთალმოლოგმა ეს ელემენტარული კვლევები ჩაატაროს გამიგეთ. არ არის ეს რთული თვალში დაწნევის გაზომა, მხედველობის მიმახვილე, თვალის მონაკვეთის დათვალიერება და ბადურის დათვალიერება, ბოდიში ანბანია ოფთალმოლოგიაში. ამასაც რო ვთქვათ, ოფთალმოლოგს ეს შეუძლია. ყველას იმაში ვერ ჩავიხედა, მაგრამ ჩვეულებრივად ეს არის ანბანი. ანუ მინიმალური რაც უნდა იცოდეს ოფთალმოლოგმა რომ გააკეთოს. მას რეგიონში ვერ ექნება ეს ულტრათამეური აპარატურა. ეს სრული საკმარისია რომ აღმოაჩინოს პათოლოგიის დაწყება, პათოლოგიის არსებობა. მერე უკვე სპეციალიზებული კლინიკაში გაშვებას წინ არაფერი დგას, ასევე ხებულობთ ამ პაციენტებს.
პრობლემა ხა ჩემთან რეგიონებიდან ექიმები აგზავნიან პაციენტებს პრობლემა არ აქვს არავითარი და შემიძლია ვთქვა რომ არ არსებობს ტყუილად გამოგზავნოთ რა არ არსებობს რომ პაციენტს არ ქონდეს პათოლოგია და ისე გამოუშვან რომ მან ვერ დაინახა ვერ გაიგო ასე რომ არც რეგიონის ექიმებზე გვაქვს ცუდი შტაბ-შტილი ხა ყველაზე ვერ დავდებ თავს მაგასაკურლებ მაგრამ ხო ვერც რეგიონში და ვერც აქ ყველაზე ვერ ვიტყვით ერთნაირად ვერ ვშელებთ თუმცა იქ უფრო აპარატურულ ნაწილში ვამბობდი და შესაძლებლობები მაინც თითქოს ესე ჩანს რომ აქ მეტია თუნდაც კონფერენციებია ბევრი გაცვლა ინფორმაციის უფრო მარტივია ამ ინტერნეტის ეპოქაში ეგეც აღარ არის ხელა პრობლემა აქ არის მთავარი რომ პაციენტის და ექიმის შეხვედრა მოხდეს ეს ელემენტარული გამოკვლევები ჩატარდეს და თუ აქვს დიაბეტი, იქ უნდა ხუთმაგი ყურადღება. ისე უბრუნდები იმ საკითხს, რომ კი, წელიწადში ერთხელ ეკუთვნის პაციენტს, მაგრამ თუ ამ ერთ წელიწადში შუაში რაღაცა შეამჩნია, ეგ არ ნიშნავს, რომ უნდა ელოდოს წყლის დამთავრებას გამიგეთ, უნდა მივიდეს. ეგ არ ნიშნავს, რომ არ არის დიაბეტი, თქვა ისეთი დაავადება, რომელიც ვიტყვით, რომ აი წელიწადში ერთხელ ყოფნის და არაფერი იქნება. ოფთალმოლოგიური კუთხით შეიძლება სრულიად ჯანსაღი თვალში ერთ კვირაში რაღაცა მოხდეს განვითარდეს დიაბეტის შემთხვევაში გამიგეთ. ნუ ზოგადად მედიცინაც და ადამიანის ორგანიზმიც ისეთი არის რომ ყველაფერი ჯაჭვურად ერთმანეთთან დაკავშირებულია. მედიცინაში არ არის. ხო. არ არის მყარის კანონებს არ ემორჩილება. ჯანმრთელობა და მედიცინა. მე მინახია მოურჩენელი პაციენტზე ხედავ ორჩენა და მინახია თითქოს მსუბუქი პაციენტი თითქოს არაფერი და აი ეგრითი იხსნება ძალიან საინტერესოა სულ მაგ ხოლმე კითხვა მე არ ვამბობ თვალზე არ ვლაპარაკობ ზოგადად ხო აი რითი ადამიანის განწყობაც შეიძლება თუ აი რა არა არის ყველაფერი ჯერ არ ვიცით რა ყველაფერს დადგენა არ ხდება ახლობელი დიაგნოზი აქ ეჭვიამაშივიდან სასურგარეთ წაიყვანეს გარდაიცვალა ისე რომ მე ხა რაღაც დიაგნოზი დასვეს მაგრამ რეალურად ვერა არის ჯერჯერობით ყველაფერი არ ვიცით რა ყველაფერი არ ვიცით დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს გამიგეთ გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს აი თუნდაც დიაბეტის შემთხვევაში არა არ ნიშნავს რომ აი დედას მამას არ ქონდა ბებია და ბაბუა ვინ გაწიჭია გამიგეთ გენეტიკურად გადმოდის ხო თან გენეტიკა მარტო ბებია იმისევით ხო გენეტიკურად გადმოდის და შეიძლება ერთ თაობას არ ქონდეს მეორე თაობას და იქ პირობები შეიქმნას ისეთი ცხოვრების და იმისი რომ გამოვლინდეს ასე რომ არის გაურკვეველი დიაგნოზები არის ხო ნუ მიდის კვლევები მუდმივად რაღაცა ხან ღეროვანი უჯრედები ხან რაღაცა ახალი ნუ ღეროვანი უჯრედები საერთოდ შორის ჩემ დარგშიც ამ ბატურის პათოლოგიებში დიდი მეტებს გვისახავს. ხო, ძალიან იმედის მომცემი კვლევები არის, თუმცა ალბათ სამომავლო დიაბეტის შემთხვევაში დიდი იმედებია, ხა მე აღარ მახსოვს წელი იაპონიაში მოხდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, გადაუხვიეთ ემას, მაგრამ თირკვალზე დაჯერკვარში მოხდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. თუ არ ვცდები 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად დიაბეტი მორჩა. მაგრამ მე დაიშალა ეს. კი, ძირითადი კვლევები ამაზეა მეც ვეცნობოდი ერთ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა. ხანგრძლივობის ის არის. ხო, სამწუხარო მე ითქვა რომ ეს უჯრედები არ უნდა ყოფილიყო სხვისი და თავისი. ესე იგი ოჯახის წევრის და ნათესავის მაშინ უფრო არ მოხდებოდა. ეს ორგანიზმმა მოიშორა რა როგორც სხვა სხეული გარდევნა. რომ უფრო ახლო ნათესავის უნდა ყოფილიყო სხვათა შორის ამაზე მე როგორ გაგზერდა სიმართლე გითხრათ ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ეფექტი იყო ფანტასტიკური. ფანტასტიკური ეფექტი იყო და აქედან გამომდინარე ღეროვანი უჯრედების დიდი მომავალი აქვს. დიდი მომავალი. კი, ყველაფერი იქითკენ მიდის მედიცინაში და ჩვენც ფეხს უწყობთ ასე ვთქვათ, რაც თქვენც დაადასტურეთ რა ოფთალმოლოგიაში საქართველოში გვაქვს შესაძლებლობებიც, გვაქვს აპარატურაც, ექიმებიც ყავს იმისთვის რომ გამოვავლინოთ, უმკურნალოთ დროულად. მთავარია ადამიანების
ანუ დაავადებების და ასე შემდეგ ამ პრობლემების ცნობიერება ავამაღლოთ ჩვენ ადამიანებში, რომ ისინი დროულად მივიდნენ შესაბამის ექიმთან, რომ უკვე შემდეგ დაიწყოს ეს პროცესი და ჩვენთან ერთი თვალით ხო ხედავდით და ორი თვალი ღმერთმა იმიტომ მოგცე რომ ორით უნდა დაინახო და ერთით რო ვერ ხედავ ხო უნდა დაფიქრდე რომ რაღაცა არ არის და წესრიგში ნუ აუყანიათ პაციენტი ახსოვს კარგად მახსოვს ყველაფერი ორი თვალით ბრმა სხვა მდგომარეობაც იყო ერთ თვალზე გაუკეთეთ ოპერაცია კოზით ვინაიდან ყორუც იყო ბრმაც იყო გაჩერებული იყო ვერ გავაგებინებდით მეორეზე თუნ გავუკეთებინა მაგრამ ერთ თვალით ხო ხედავს პატრონმა და აღარ მოიყო ვერაფერს ერთ თვალით ხო ხედავს აქ მარტო პაციენტზე არ არის პაციენტს რო არ შეუძლია მის ბევრი ნიუანსია რა ბევრი ნიუანსია სამწუხაროდ ეს უკვე სოციოლოგიის სფეროში გადადის და კი მესმის რასაც გულისხმობთ თუმცა ხო მაინც ყველაფერი იქამდე მიდის რომ რადგან გვაქვს ახლა ისო დიაბეტს რომ დავუბრუნდეთ ამის შესაძლებლობა თქვა სახელმწიფო პროგრამაც არსებობს ასევე კიდევ ერთხელ ვეთყვით ადამიანებს რომ მიმართონ ოფთალმოლოგებს მიმართონ ენდოკრინოლოგს და ენდოკრინოლოგს და ოფთალმოლოგს თუ ერთ-ერთთან არიან მეორესთან ხო აუცილებლად კი აუცილებლად და რა ყველაფერს ეშველება მთავარია დროული ოლდიში მარა როგორ თქვა ლამაზად კარდაკარ ვერ დაურბენს ენდოკრინოლოგი და ოფთალმოლოგი პაციენტებს სახლებში რომ მოდით მათ თვითონ და იმართონ გეთანხმებით თუმცა მაინც მე ყოველთვის მეორე მხარეს პოზიციას ვაფიქსირებ ხოლმე იმიტომ რომ უნდა იცოდ ხო ანუ ეს ჩვენ ვართ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მე შეიძლება რაღაც ჩემს პროფესიაში რაც ვიცი მეგონოს რომ ეს ავტომატურად სხვამაც უნდა იცოდეს მაგრამ მაინც სამედიცინო სფეროში სამედიცინო განათლება არ აქვს პაციენტებს და მაინც რაღაცები უნდა მივაწოდოთ ნაკლებობა აქვთ რატო აქვთ არ ვიცი ეხლა არის პრეპარატები მაგალითად ოფთალმოლოგიაში გლაუკომის პრეპარატებს აფინანსებს სამინისტრო თუ ჩემამდე მოვიდა მე პროგრამაში ვსვამ იცი როგორ უკვირთ ამ დროს მეორე წელია ეს პროცესი ის როგორ უკვირთ როგორ უფასოდ ავიღებ ხო არიცი კიდე უკეთეს გეტყვი გამოუწერე წამალი უფასო მივიდა ერთ აფთიაქში სადაც არ იყო ეს წამალი მე ვერ გაშევიდა არაფერი არ თქვა და იყიდა გავბრასტივ ნუ ხა რას ქვია გეკუთნის გამოგიწერე ბევრი ნიუანსია ხოლმე ისეთი ხარ შეიძლება გაიცინო კიდევაც გამხიარულდე მაგრამ ჯანმრთელობას ეხება და რამდენიც ვიღიმოთ ჩემ ბოდიში სუდი გამოთქმა ჯანმრთელობას ვერ იყიდი კი ვერ იყიდი შეუხასებელია არ შველის არც ბევრი ფული ნიშნობა არა ნუ ბევრი ფული იმაში გადგება რომ მუდმივად ჩეკაპები იკეთო და თქვათ დროულად მიხვიდე ექიმთან და ასე შემდეგ აგეთებენ რომ აპატიეთ აგეთებენ რომ ხო თუმცა ჩვენი ალბათ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი მაგას დაასახელებს ხშირია ხოლმე გამოკითხვებიც რომ რატომ არ მიდიან ხშირად ექიმთან ნუ ეს ფინანსური პრობლემები ისე იმას უბრუნდები პენსიონერებს ეს ყველაფერი ამბულატორიაში არ ვიცი რაღაც ბოდიში კაპიკებსია ლაპარაკი თუ ძალიან მცირედ ახავუღწევთ დანარჩენი უფინანსდებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფული არ უნდა ინახოს ესე ვთვლი კი გეთანხმებით მეც აბსოლუტურად მე მგონი დიაბეტთან დაკავშირებული თემები ასე თუ ისე ამოვწურეთ ნუ პაციენტებისთვის ყოველ შემთხვევაში რაც მინიმალური ინფორმაცია უნდა იცოდეს არა სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს ბოდიში შეგაწყვეტ და თავისი უფლებები და მისი გასაკეთებელი რა არის მისი გასაკეთებელი რა არის გამიგეთ მარტო უფლება არა მას რა ევალება კი ნამდვილად ექიმის რჩევა მისვლა ერთია მაგრამ რეალურად ამ მითითებების რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმიტომ რომ მაგის გარშე არაფერი არ გამავა მადლობას გიხდით ბატონო მალხას არაფრის ჩემთვის ძალიან ინფორმატიული იყო და იმედი მაქვს რომ ადამიანები ვინც გვისმენენ მათთვისაც იქნება мотиваცია რომ მიხედონ თავის ჯანმრთელობას თუ კი თავის ეგ ძალიან საჭირო რამე მადლობა საინტერესო საუბრისთვის სიამოვნო იყო ჩემთვის